გამარჯობა ყველას, Forza UG მოგესალმება ტრადიციულად დღეს პარასკევია 10 საათი, ცოტა გადაცდა, მე ვაპატიეთ ამისთვის და Forza Live კლავმედებურად ეთერში არის დღეს თვითონ თემატიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი გაკეთდება იტალიის ნაკრებზე, რომელიც ხვალ ძალიან მძიმე შეხვედრას ჩაატარებს გერმანიის ნაკრებთან, ტრადიციულად თვლი რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული დაპირისპირება ორივე გუნდისთვის და თამამად შემიძლია ვთქვა რომ არის ევროპული დერბი, სხვანაირად როგორ შეიძლება ამ თამაშს უწოდო, როდესაც ერთმანეთს ეთამაშება 2-4 გზის მსოფლიო ჩემპიონი. ნამდვილად დიდი ნერვიულობა გველის და ნერვოზული თამაში იქნება, გამარჯობა ირაკლი და მე იმედს გამოვთქვამ რომ რაღაც არ დაგვჭირდება ძალიან ბევრი წამლების და დასაფშვილებლების მომარაგება, ალბათ პრინციპში თავდაპირველად ალბათ მაინც დაგვჭირდება და იმედია თამაშის მიმდინარეობა არ მოგცემს უკვე რაიმე დამამშვიდებელის გამოყენების საშუალებას. უკვე ვნერვიულობ, ნამდვილად ძალიან ესეთი ფონი არის უკვე თუმეტეს ამ კვირის განმავლობაში Forza US ვინც აქტიურად ადევნებს თვალს, ხედავთ როგორი განწყობა არის შექმნილი უშუალოდ გერმანელთა ბანაკში, როგორ ემზადებიან ჩვენთან რაღაც საბრძოლო საომრად არიან განწყობილნი. კი ბატონო, მან ცუდი პრინციპში არაფერი არ არის, ილაპარაკონ, რაც მეც ილაპარაკებენ მით უკეთესი, იმიტომ რომ იტალიელებს ჩვევია ზუსტად ამ мотиваციის გამომჟღავნება მასში, როდესაც მეტოქე რაღაცნაირად ცინიკურად არის განწყობილი ჩვენს მიმართ და კი ბატონო, რაზეა საუბარი, არანაირი პრობლემა. გადაცემის სრულობის დროს კარგი იქნება თქვენი პროგნოზი რომ მოვისმინო ამ მატჩთან დაკავშირებით, მითხარით, ანუ რას ფიქრობთ, როგორ იქნება ანგარიში, მე დავიმახსოვრებ ამას და ნახოთ ვისი, ასე ვთქვათ, პროგნოზი იქნება მართალი, რა ანგარიში იქნება სავარაუდოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღნიშნებ, მან არ არსებობს რაიმე ფანტაზიის შეზღუდვა, ხო? შეიძლება ზოგს დაესიძრო კიდევაც თამაში, მახსოვს რაღაც დიდი თამაშები რო იყო ხოლმე მეორე დღეს მოდიოდა და დამესიძრო რომ 2-0 იგებს იუნენტუსი დელ პიეროიდან ერთ გოლსა და ერთხელ სხვადასხვა მეგობარმა რომ მითხრა მართლა ეგრე დამთავრდა, 2-0 არა 3-1 დამთავრდა რეალთან თამაში იყო და დელ პიერომაც გაიტანა იმ შეხვედრაში გოლი. ოკეი, რაც შეეხება აძურის შემადგენლობას, პრობლემები გვაქვს სამწუხაროდ, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩვენი, როდესაც არის რაღაცა მძიმე თამაში, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს რაღაც, რაც ჩვენს ისედაც მძიმე მდგომარეობას გამომდინარე იქიდან, რომ შემადგენლობაში არ ყავს მარკიზიო და ვერატი, ხო? ამას დაემატა ის, რომ ტრავმა მიიღო ანტონიო კანდრევამ და მასე ასეთი ინფორმაცია, რომ თუ იტალიის ნაკრები ფინალში გავა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ასპარეზობა და ნეტავ გავიდეს ფინალში და კანდრევა მერე დაგვეხმაროს, მე არ მაქვს მაგაზე პრობლემა, მაგრამ ფინალამდეც ძალიან დიდი ბრძოლები გო გადასატანი და კანდრევას გარეშე ყოფნა, ფიქრობ, რომ ძალიან პრობლემატური იქნება დღევანდელი აძურისთვის. მაგრამ ამას დავურთოთ ის, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა არის ცენტრალურ ზონაში, ეგრეთ წოდებულ რეჯისტაზე, ცენტროკამპისტას როლი, ანუ რაც არის დაცვის წინ დგომი ნახევარმცველის კიდევ უფრო შესუსტდა, კიდევ უფრო პრობლემატური გახდა მას შემდეგ, რაც დღევანდელი ვარჯიში, დილის ვარჯიში გამოტოვა დენიელო დე როსიმ. ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და კონტესტვის ალბათ ძალიან რთულად გადასაჭრელი იქნება. საუბარი არის, რომ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში სტეფანო სტურარო, ფეხბურთელი, რომელმაც სეზონი იუვენტუსში რეალურად უნდა ვთქვათ, რომ გასულთან შედარებით ნახევარი სეზონი რაც თამაშა, აშკარად ჩააგდო. იყო რაღაც პრობლემები წონასთან, შემდეგ რაღაც ფორმიდან იყო ამოვარდნილი, ბოლოში იყო ასე ვთქვათ საიმედო თამაში 1-2, ისიც დაცვით კომბინაციებში უჭირს ამ ფეხბურთელს ბურთის კონტროლის ქვეშ თამაში და მე ძალიან ნერვიულობ ამ ფაქტის გამო, იმიტომ რომ გერმანიასთან ბურთის დაკარგვა ცენტრში იქნება მომაკვდინებელი, აი ზუსტად ის მომენტი, რაც იყო ბელგიასთან შეხვედრაში, როდესაც კარგავდნენ ბურთს ჩვენები მიუხედავად კარგი პრესინგისა, იყო რაღაც ეპიზოდები და ბელგიელები ვერ იყენებდნენ ამას, იმიტომ რომ დეროსი იდგა და წმინდავდა სიტუაციას. ესპანეთთან ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, ანუ იყო ის მომენტი, რომ ყველა უზომოდ კონცენტრირებული იყო, მაგრამ მე გერმანიის ნაკრები ესპანეთზე ამ ეტაპზე ბევრად ძლიერად მიმაჩნია, შესაბამისად, დაუშვებელი არის, რომ მოედნის ცენტრში
ჩვენებმა რაიმე სახის დიდი ასე ვთქვათ შეცდომები დაუშვან, არავინ არ გვაპატიებს ამას. ოკეი, ეს არის პრინციპში საკადრო პრობლემები, რაც აქვს კონტეს, თუმცა ერთ-ერთი იტალიური გამომცემლობა ამას ამბობდა, რომ ანტონიო არ მალავს ბოლომდე იმედს, რომ დეროსი შეძლებს ასპარეზობას. დღევანდელ დღეს მე გავაგრძელებ ამ თემას, ისე ორი სამწვრთნელო სესია იყო დანიშნული, პირველში მას არ მიუღია მონაწილეობა, სამედიცინო შტაბთან ერთად იმყოფებოდა და ექიმები მაქსიმალურად ცდილობდნენ დამაიმედებელი პროგნოზი რომ გაეკეთებინა, თუმცა ტესტებმა აჩვენეს, რომ დეროსის არ უნდა მიიღო აქტიური მონაწილეობა სერიოზულ დატვირთვებში. დღის მეორე ნახევარში უკვე იყო უკვე ბურთთან კონტაქტის მცირე ელემენტები, ტაქტიკური ნიუანსები კონტეს შესრულებით. მასში სხვადასხვა დეროსი მცირე მონაწილეობა მიიღო და ეს თვითონ გააჩნია გულშემატკივრებში მის ასოციაცია, რომ დეროსი მაინც შეძლებს ასპარეზობას, მაგრამ ძალიან მიზერული არის მაინც შანსები. გაზეტა დელო სპორტი, ტუტო სპორტი და კორეირო დელა სერა ფაქტიურად დეროსის მოედანზე გამოსვლას 10%-ს აძლევენ, რაც მინიმუმზე მინიმუმია და ფაქტია, რომ ფეხბურთელი არ არის მზად ჩვენ და სამწუხაროდ, ამიტომ სამწუხაროდ კონტეს მოუწევს ალტერნატიული ვარიანტის ძიება და ეს ალტერნატიული ვარიანტი მე რასაც უყურებ ამ შემთხვევაში როგორც უკვე გითხარით ეს არის სტეფანოს ტურაროს გამოჩენა ძირითადში ხოლო იგივე ცენტროკამპისტაზე ითამაშებს არას ტურარო რომელიც შეცვლის დეროსის იდეაში არამედ იქნება პაროლო, დიახ, პაროლო, ლაციოს ნახევარმცველი, სწორედ ის იქნება მცველების წინ, ის შეეცდება პირველ ნაკადის, ასე ვთქვათ, ბურთის ამოტანას, როგორც ფლანგელი ნახევარმცველებზე გადამისამართების კუთხით, ასევე თავდასხმელებზე, ალბათ ედერს მოუწევს უფრო სიღრმიდან თამაში. იმედი მაქვს ეს ფეხბურთელები ყველანი საერთოდ ჩემი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა ეს უკვე მეასე პლანზე არის გადაწეული თითოეულმა ხვანდელ თამაში ბევრი უნდა დადოს იმიტომ რომ რაღაც ისეთი მომენტი არის შექმნილი გერმანელთა მხრიდან რაღაცა ძალიან ცინიკური დამოკიდებულება აქვს შეიძლება მე არ გამოურიცხავ იმ ფაქტსაც რომ ისტორიულად მათ არ მოუგიათ ძალიან დიდი ხანია ოფიციალურ მატჩებში იტალიისთვის და ეს ალბათ ფსიქოლოგიურად მოქმედებს ხო? მან ორი აზრი არ არის რაღაცნაირად რომ აი ჩვენ კარგი გუნდი ყავს, მზად ვარ თითქოს აბძოლოდ ხო რაღაც ესეთი მიდგომა აქვს და ამ დროს ხვდებიან იტალიას, რომელსაც თითქოს ჯადოა გაკეთებული და ვერ ამარცხებ. კარგი გუნდი ყავს, კარგი შემსრულებლები ყავს, 10-0 იგებ წინა თამაშებს, მოდიხარ იტალიელებთან, რომლებიც თითქოს არაფერს არ წარმოადგენენ და ვიღაცები შეიძლება ლუზერათაც მიიჩნდნენ. მაგრამ ესე ტაქტიკურად სწორი თამაშით ვერაფერს ვერ უპირისპირებენ ხოლმე. ამიტომ არ ვიცი, მე ძალიან ნერვიულობ ესეთი თამაში არის უკვე. ნამდვილად ფინალია ჩემთვის და იმედი მაქვს მწვერვალს როგორც იტალიელი ფეხბურთელები აცხადებენ, ანუ ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეს არის რაღაცნაირად ევერესტი და ეს ევერესტი თუ გადალახეს, დელ პირომაც თქვა, თუ გადალახეს, მაშინ იქ ძალიან კარგი სცენარი დახვდება იტალიელებს, ამ სცენარში სავარაუდოდ ალბათ ევროპის თასი იგულისხმება, მეტი სხვა რა უნდა იგულისხმებოდეს სცენარის კარგ განვითარებაში. ველოდებით happy ends ხვალე, happy ends ზეგ და happy ends უკვე 10-ისთვის 10-ში მთავრდება როგორც მახსოვს ევროპის ჩემპიონატი. ოკეი, გადავხედავთ თქვენს SMS-ებს, თან ჩქარობ იმ კუთხით, რომ უელსის და ბელგიის ნაკრების თამაში იწყება. მატჩი, რომელიც უკვე იმპადეში არის, ვნახავთ ერთად თუ ვინ გახდება პორტუგალიის ნაკრების პეტოკე, რომელიც საოცარ შედეგს აკეთებს 5 თამაში და არც ერთი მოგება და ნახევარფინალში არიან, სასწაულებიც ხდება. ძირითადი და ესპანეთი იგებსო. ოკეი, ხო, ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი ხვალინდელი მატჩის შედეგზე, პროგნოზი მაინტერესებს როგორ იქნება. მაინტერესებს ვინ იქნება ყველაზე ზუსტი. ოკეი, დავიწყოთ ესე იგი ირაკლი. ოკეი. всё, ოკეი. ჯიჯი ნოიერზე ფორცაო. ფორცა კონტეს მერე იტალიას მწვრთნელად ვინ ინიშნება თუ იციო. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია კონტეს მერე უკვე ჯამპირო ვენტურა, ხო? კი, ჯამპირო ვენტურა იქნება ტორინოს უკვე ექს-თავკაცი, როგორც ისე ტორინოს სინიშა მიხაილოვიჩი გაწვრთნის მომავალი სეზონიდან. ერთი ძირითადად და პენლებში ვიგებთო, ხო, ეს პრინციპში წავიკითხე, თაზო დალაგიშვილმა 2-2 საინტერესო არის. ისე იტალიის ნაკრები ამ ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილა გუნდი, ანუ გუნდი რა არ ყოფილა თვითონ ისეთ სიტუაციაში, როდესაც აღმოჩნდა მდევლის როლში. არ ვიცი, კონტეს რა თქმა უნდა ყველა, აი კონტე არის უნიკალური რითი. კონტეს შეუძლია განსაზღვროს
პერიპეტია მატჩის. ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს. მე დარწმუნებული ვარ, ყველა დეტალი გერმანიასთან მატჩის წინ უკვე სადღაც რამდენიმე ხნით ადრე იცოდა. ხოლო შეიძლება და შეხვედროდა გერმანიას. მე დარწმუნებული ვარ, ჯგუფურ ეტაპზე უკვე გათვალა ეს ყველაფერი. შეიძლება ჯგუფურ ეტაპამდეც კი. და ალბათ შეიმუშავა ყველანაირი სტრატეგია განვითარების მატჩის მიმდინარეობის დროსაც 30 წუთზე რო გაუშვოს გოლი ან მე-10 წუთზეც რო გაუშვოს იტალიამ მე არ მინდა ეს მოხდეს მაგრამ თუ მოხდა დარწმუნებული ვარ კონტეს ექნება სქემა ექნება გეგმა როგორ უნდა განავითაროს შემდეგ იტალიამ საკუთარი თამაში სალამი ეს რა ხდება წინასწარ როგორ ნეიტრალური გულშემატკივარი მაგრამ ტონუსში შემიყვანეს იმედია მაგარი თამაში გამოვა როგორ ახარ მოგესალმებით ყველას როგორ ახარ დავით გამარჯობა აკო შე როგორ ახარ რა ხდება სატრანსფეროს სფეროში ნეტაო სატრანსფერო ბატალიებზე ოდნავ მოგვიანებით მატჩის ალბათ მიწურულს 10 წუთი შეიძლება დავუთმობ ამ საკითხსაც აუცილებლად მით უმეტეს საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაციები მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით მოგესალმებით ფრატელო როგორ ახარო გამარჯობა კახა შე როგორ ახარ უეჭველი მოვიგებთ ხვალ მერწმუნეო დაე კახა სიამოვნებით რაზეა საუბარი ჩემზე ბედნიერი ნუ პრინციპში ჩვენზე ბედნიერი ვინ იქნება სალამი ყველას ერთი მაშინებს გამარჯობა შაკო ერთი მაშინებს გერმანიის ჩვენზე არანაკლებ ორგანიზებულობაა და იტალიის ცენტრი ამ იტალიის ცენტრი არ ყავს ფაქტიურად დეროსის თუ გამოაყდა მით უმეტესო მაგრამ ფორცა აძური ვათრებთ გრძელი პლაშივით აგერნახეთო ვაცეთ გზელი პლაშივით თან მით უმეტეს ცენტრი რო არ აქვს ძალიან სასიამოვნო ჟღერზე ძალიან ამბიციურად ჟღერს და დაენეტა ასე იყოს პაროლო ჯობია სტურა რო არაა დამაჯერებელი სამწუხაროდ ისეთ ტიპია რომ რა დროს დაგღალატოს ვერ გაიგებდა პაროლოს მან დაყენებას სულად ვეხრობიო აბსოლუტურად გეთანხმები სტურა რო ნამდვილად არ არის ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია რეჯისტაზე თამაში იგი არის გატუზოს ტიპის, რა თქმა უნდა არ არის გატუზოს დონის, ნეტავ იყოს გატუზოს დონის, თუმცა რაღაცნაირად უფრო მასმომგონებ, ანუ სუფთა ჩამშლელი არის, რომელიც მზად არის თითოეულ გადმოგდებულ ბურთზე ესე ბულდოგივით გაეკიდოს და მოაჭარას ფეხით მეტოქეს. იმედი მაქვს მინიმუმ აი რეალთან რო თამაში ითამაშა სტურა რომ რაღაც ესეთ თამაში თამაშებს. ჩუვაკ რა ვახარ, რას ფიქრობ გაიფრთხნეს ბეილიშე? ვა, ალექსო, შე როგორ ახარ? რაც შეეხება ბეილიშეს, ნუ მადრიდის რეალიდან გამომდინარე ძალიან კომაგობ, ხო? შენ მე მგონი ბელგიასაც კომაგობ და ბოლო-ბოლო რომელი? არ ვიცი, ალბათ, ისე უელსს მგონია რატომღაც უფრო უკეთეს სიტუაციაში მყოფა და მგონია რომ გავა, რატო? წვრთნელის თემა, რასაც შენც ამბობდი და აბსოლუტურად გეთანხმები, ვილმოტსი არ არის ფიგურა რომელიც რაღაც რო დაჭირდეს თქოს ბელგიის ნაკრებს შემოაბრუნოს თამაშის მიმდინარეობისას და ამ უელსმა უკვე გვანახა რომ ტაქტიკურად ძალიან კარგია ფიზიკურადაც მშვენივრად განა და ნახოთ ბელგიას ინდივიდუალისტები ყავს ძალიან ბევრი და შევხედოთ დეროსი ესპანეთთან დახატა ძალიან მაგრად ითამაშა სტურარუს გაუჭირდება მაგრად გერმანელების შეტევის ხასთან იმედია ბურთს არ დაკარგავს ხშირად ზუსტად ეს მაშინებს სტურარუს ბურთთან ყოფნა და მისი ასე ვთქვათ წნეხის დროს თამაში მე რამოდენიმე შეხვედრაში ამ სეზონში სტურარუს რო შევხედე აი რომასთან შეხვედრა გაიხსნა და ძირითად შემადგენლობაში იყო და მანამდე სანამ არ ყვავდნენ ცენტრალური ნახევარმცველები მასზე რო ხორციელდებოდა პრესინგი უმისამართოდ იგერიებდა და ხშირ შემთხვევაში კარგავდა ანუ ეს დასახვეწი აქვს იმედი მაქვს ალეგრი მომავალი სეზონისთვის თუ კიდევ ფიქრობს რომ სტურარო არის კადრი რომ ივენტუსში იყოს ამ კომპონენტს გაუმჯობესებს მასში იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა შეუძლია აქვს პოტენციალი უბრალოდ უნდა დახვეწოს აი ეს თამაში და აი გერმანიასთან მე იმედი მაქვს რომ კონტე საჭირო სიტყვებს ეთყვის და ეს ბიჭი რაღაცა ზემოტივაციით გამოა ის კიდევ და კიდევ დაუბრუნდები იმას აი რეალთან რო იყო იმაზე გაცილებით უფრო მოტივირებული მინდა სტურარო რო ვიხილო არა ბელგია უნდა გავიდეს თორე პორტუგალია ფინალში საცუდაობა არისო ვერ დაგეთახმებ იმაში რომ უელსი რო გავიდეს ვერ მოუგოს პორტუგალიას ან პორტუგალია ზოგადად ძალიან იღბლიანია ეს გამოჩნდა ამ ევროპის ჩემპიონატმა ეს უკვე დაგვანახა და ზოგადად იღბალი ასე ტურნირებზე ძალიან ბევრ როლს თამაშობს და არ გამოუცხოთ ვინც არ უნდა გავიდეს შეიძლება ფინალში გავიდნენ ისინი მაინც ნებისმიერ სიტუაციაში დავით ისე ედერზე ხო არ შეგეცვალა აზრი რომ არა ედერზე ნამდვილად არ შემცვლია აზრი კადრებზე ნუ დარდობთ ნურც იმაზე იდარდებთ თუ გერმანია ახლოს მოასაჯანიმოსთან ჩვენ რამოდენიმე დიდი პლუსი გვაქვსო აბა ნახოთ რას გვთავაზობს ბექა ამ პლუსად მოწინააღმდეგე არ გვაფასებს გეთანხმები აბსოლუტურად თუმცა ლეოს პირველივე პუნქტზე მინდა ხაზი გაუსვა ლეონმა აღნიშნა რომ 50% აქვს ჩვენს გუნდსო ანუ საერთოდ არ დაეხთანხმა ეფენბერგს იანკერს და იმ ფიგურებს რომლებიც გამოხატეს საკუთარი აგრესია იტალიელების მიმართ აღნიშნა ის რომ იტალიას ძალიან კარგი სიმპათიური გუნდი ყავს ძალიან კარგი დაბალანსებული დაცვის ხაზით რომლებიც
თავის მხრივ გერმანელებსაც პატივსცემენო და ჩვენს ძალიან დიდი პატივისცემით ვართ მათ მიმართ განწყობილიო და თვითონ გუნდში არ ყოფილა ისეთი რაღაცნაირად აგდებული საკითხი. მიულერმაც კი შეიძლება თქვა რომ ხო ბუფონი გასაგებია მე რო გოლი გამქონდა მას არ უყურებდიო მაგრამ მაინც მოწიწებით საუბრობდა გარკვეული კუთხით და აი დანარჩენი უფრო ასაკოვანი ბაიერნის ფიგურები უფრო ამბიციურები არიან შეიძლება რაღაც ძველი პრობლემების გამო რაც ქონდათ იტალიელებთან არ გამორიცხა. ოკეი, მეორე პუნქტი მოწინააღმდეგე იმდენად თავდაჯერებულია საკუთარი თავდაჯერებულებად დაღუპავთო გასაგებია ჩვენ გიჟებით არ დაუბივართ ჩვენ გიჟებივით არ დაუბივართო ჩვენ ვიცით რა გვინდა და რაც თავარია ჩვენ ყავს კონტეო. კონტეზე გეთანხმები ჩვენ ყავს ისეთი პერსონა რომელიც აი ესეთ თამაშებში როცა мотиваცია არის საჭირო არის ალბათ ძალიან მაღალი დონის. აქვე ვიტყვი ერთ რაღაცას კონტეზე ზოგადად იუვენტუსიდან რო წავიდა ანუ რაღაც ისე გამოვიდა შეიძლება იუვენტუსის მხრიდან არ იყო კარგი შეიძლება კონტეს მხრიდან არ იყო კაი მე მაინც მიმაჩნია რომ შუა სეზონში ესე არ უნდა დაეტოვებინა ანუ შუა სეზონს იმას გულისხმობ რომ ჩაიბარა უკვე ახალი სეზონი დაიწყო მასთან და უცბად მერე წავიდა ანუ რაღაც მიზეზები იყო არ მინდა ამას შაურმა და ეს რაც იყო უბრალოდ თქმა ის არის რომ კონდა მაშინაც რაღაც მინუსები კონტეს და ეს ევროპის ჩემპიონატი რო დაიწყო ვიფიქრე რომ მას ეს არ გამოუსწორებია და ხედავ მე ბელგიასთან ანუ შვედეთის პარალელზე მინდა გავალო რომ რაღაცნაირად თქოს ჩაკეტილ თამაშს თამაშობს თითქოს რაღაც ცდილობს ანგარიშის თემაზე იყოს და რაღაცნაირად არ გარისკოს ზედმეტად რა პირდაპირ ვთქვა და არა იცით აი ესპანეთთან მე ვნახე ძალიან სასიამოვნო იტალიის ნაკრები და ამან ნამდვილად გამიჩინა იმედები და ნახოთ გერმანიასთან როგორ იქნება მე ველი კონტეს აგრესიულ ფეხბურთს გერმანელებთან წინააღმდეგაც და მე დარწმუნებული ვარ ბაიერნი ახსოვს ის ბაიერნი რომელმაც იუვენტუს 2-0 მოუგო სახლი და გასვლა და იუვენტუსი ეთამაშა რაღაც კუთხით ალბათ ცოტა შიშარი ფსიქოლოგიი და მე მინდა კონტეს აი ეს მებრძოლი ემოციური ფონი დავინახო იტალიელ ფეხბურთელებში ვინც იქნება მოედანზე ვინც იქნება სათადარიგო და სკამზე და ვინც გამოვარო დაეხმაროს გუნდს ამიტომ კონტეზე ამ ხრივ ისევ იმედიანად გავუწყო მე ვფიქრობ რომ მან ის მინუსები დახვეწვა გამოასწორა და კიდევ უფრო მაღალი ეტაპზე აიყვანა საკუთარი მაღალი დონე მიულერის გოლზე დებსონს ისეთი იღბალია გაიტანსო არ ვამბობ რომ გერმანია მოიგებს უბრალოდ მიულერი გაიტანს გონიაო სიამოვნები კი ბატონო ოღონდ მოხდეს მაშინ როდესაც სიტყვაზე ვიქნებით 3-0-ზე მე გაიტანოს მიულერმა 99-ზე 99-ზე და დამთავრდა 3-2 ხელს მოვაწერ ახლა. არ დახვდება მაინც კარგი სცენარი იტალიას დიდი ალბათობით საფრანგეთი ეყოლება ნახევარფინალში, ფინალსაც შეეხება ძალიან დაძაბული იქნება მაინცო. მე სიმართლე გითხრათ, ნუ იტალიას იოლი გზა არ ქონია არასოდეს. არ მახსენდება იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მოგვიგია ტიტული და იტალიას გაელო რაღაცა მიზერული გზა. არა, მაგრამ კრიფავთ, მოდის ეს ემოცია, მოდის ეს მუხტი და ვიმარჯვოთ 2006 წელი ავიღოთ ისა გერმანიას ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ყავდა მასპინძელი იყო საკუთარ კედლებში თამაშობდა და ნახევარფინალში შეგვახვედრა ბედმა მანამდე რა გზა გავიარდა ნუ ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმის რომ როდესაც საჭირო არის აი мотиваციის ხარჯზე შეგვიძლია რა აი ჩავთოთ მანქანა და გადაუვაროთ ყველას ჭალებში რა თქმა უნდა 0-0 და პენლებში კი მივხვდება ყველა რასაც უზამთო, ოკეი, შაკო ჩანიშნულია, ანუ მე რასაც გადავხედე ახლა თვითქოს თქვენ უფრო მეტ აქცენტს აკეთებთ პენლებზე, რატომ პენლებზე? არ მგონია რომ იტალიელებმა გააკეთონ ამაზე ფსონი, არ შეიძლება რა გერმანელებს პრობლემები აქვთ ისა, ხო, ერთმანეთს ხოლმე შორის აღნიშნეს ეს ბოლოს ძალიან დიდი ხნით ადრე იყო და იმედი მაქვს ახლა განმეორდებაო და ოკეი, დღევანდელ თამაშზე რას ფიქრობ წელს ვილსის ბელგია მაქვს საუბარიო, პრინციპში აღნიშნე კიდევაც და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რატომაც გონია რომ ვილსი საკუთარი რაღაც ტაქტიკური მომენტით, რაღაც ერთიანი მექანიზმით, ანუ ძალიან ერთიანია ეს გუნდი, გონია რომ ბელგიის ნაკრებს, რომელიც საუსი არის ინდივიდუალისტები და ფეხბურთელებით, რომელსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთი მოძრაობით რაღაცნაირად აი ეს გუნდური თემასთან ექნება პრობლემები. იტალია ავიღოთ გუნდური ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის 11-მა ფეხბურთელმა უპრობლემო დაამარცხა ეს ინდივიდუალისტები და აი ნახოთ მე ვილმოციდან ძალიან სუსტი მწვრთნელი მგონია. 1-2-ს მოვიგებთ დამატებითშიო, ოკეი, დაჩის იყო ეს პროგნოზი, ოკეი. ისე საწოდაობა იტალია რო ფინალში გავიდეს და წააგოს რა ბადეში მოხდით და იქით პორტუგალია მოგების გარეშე მიიღოს ფინალისკენო.
ანუ ეს არის მართლა საფეხბურთო ზეციური ძალების რაღაც კურიოზი დაცინვა პირდაპირ უნდა ითქვას. ნებისმიერ გუნდი ავიღოთ რატო იტალია მარტო გერმანიას ნაკლები ომი მოუწევს, საფრანგეთს ნაკლები ომი, მაგრამ საფრანგეთს ალბათ ცოტა კიდევ უფრო ნაკლები, მაგრამ ისლანდია ეს არის გუნდი ვიკინგები, რომლებიც იოლად არაფერს არ დაუთმობენ, სულ არ აინტერესებს სათამაშობენ, უყურებდი მათ თითოეულ თამაშს რაღაცნაირად პირველი წამიდან და ძალიან აპლოდისმენტები თوار ისლანდიელების მიმართ ძალიან სიმპათიურები არიან. და რაც შეეხება იქიდა ბადე რო სუსტია, ამაზე ორი აზრი არ არის და მართლა მიიღავს პორტუგალია სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ფეხბურთს გუშინ მე არ უყურე. ეს იყო ყველაფერი ფეხბურთის გარდა. რონალდოს სახე რატო იყო სულ აგრესიული, რატო არ ეხმარებოდა პარტნიორებს, რატო იდგა სარიელი საერთოდ სარიელი მას გულისხმობს, რომ მარტო არ პოზიციას პარტნიორებს არ უგებდა და ასე შემდეგ რა. თამაშობს თითქოს რონალდო და ცალკე დანარჩენი ფეხბურთელები. მოგესალმებით, ათო ამ ბალაკს თუ მოვაკეთინებდეთ რაო, გელა როგორ ახარ? ნახოთ იმედი მაქვს არა მარტო მას. იტალია მოიგებს წელს და შემდეგ დაიწყება იტალიური ფეხბურთის კიდევ გაღვიძება ინახეთ თუ არაო, ნეტავ საბა, ნეტა მოხდეს ეს, რომ იტალიურმა ფეხბურთმა გამოიღვიძოს, რომ შემდეგ ეფენბერგმა არ მოიხსენიოს როგორც ჩემპიონატი, რომელიც არის ნაგავსაყრელზე უკვე და რაღაცნაირად თითით არ მიგვითითებდეს ყველა იმაზე, რომ თქვენ გაქვთ ძალიან სუსტი ჩემპიონატია და სუსტი ნაკრებია. დეროსი მართლა არ იქნებაო, სამწუხაროდ დეროსიზე 90% არის რომ არ იქნება, 10% არის რომ იქნება და მე ვფიქრობ რომ არ არის მზად რომაელი ოდნავათაც ალბათ რო იყოს იმის საშუალება. დეროსი ის ფიგურა არის, რომელიც აუცილებლად გადადებს გვერდით ამ ტკივილს, გაიკეთებს ტკივილ გამოყუჩებელს და ითამაშებს, თუმცა ექიმები კატეგორიულად არიან მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განწყობილი. ერთ-ერთი მგონია უელსი და ბელგია დამატებითში უელსის მოგებაო. ისე სხვადასხვა ძალიან ბევრი დამატებითი დროები არის, რაც ჩემის აზრით, ასე ვთქვათ, ადასტურებს ჩემს სიტყვებს, ადრე ვთქვი, ჩემპიონატის დაწყებამდე, რომ ფეხბურთელები არიან ძალიან გადაღლილნი, ძალიან ძიმი არის, როდესაც სეზონში 60 თამაშის ჩატარება გიწევს და შემდეგ ევროპის ჩემპიონატი გაზრდილი რაოდენობით, გაზრდილი დატვირთვებით რთულია და არის ფეხბურთელებს ბრავო აპლოდისმენტებს იმსახურებენ იმაზე, როგორ უძლებენ ამ ყველაფერს, როგორ უძლებენ ამდენ დატვირთვას. ამიტომაც არის გამოწვეული, რომ ტემპია დაბალი და ცდილობენ რაღაც საკუთარ საჯარიმოს მისადგომებთან განლაგდნენ, ითამაშონ ესე ხილი ფეხბურთი არის ძალიან, არ არის სწრაფ ტემპზე, არ არის იერიშზე და ამიტომაც არის ჩემი აზრით გამოწვეული ის, რომ ესეთი დამატებითი დროები ინიშნება ამის ყოველ მეორე თამაში უკვე. დავით გამარჯობა და ამის ის რომ 0-0 მორჩა არ ხუნოფო. რა ვახარ ჩუვაკ? დავით მოვიგებთ 2-ს პელე გაიტანს 1-ო. ოკეი, აკომ ისე იგი 2-0-ს მოვიგებთო და პელე იტანს 1-ს. ოკეი, კარგი. დღევანდელზე რას ფიქრობო? დღევანდელზე პრინციპში უკვე გავიცი პასუხი. გონია უელსი, რიგი მიზეზების გამო ესე საუბრიშნო უბრალოდ აღარ მინდა გამომეორდე. დეროსის ნაცვლად სტურარო, მაგრამ დეროსის ადგილას დადგება პაროლო. დიახ, პრინციპში აღვნიშნეთ ირაკლიეს. უელს ბანძი დაცვა ყავსო. კი არის რაღაც კონკრეტული კითხვის ნიშნები უელსის ნაკრებთან ამ ხრივ, თუმცა ნახევარდაცვა ყავთ ძალიან კარგი და მთელი გუნდი ძალიან კარგად პრესინგს ახვედრებს საკუთარ საჯარიმოზე მეტოქეს და ბელგიის ნაკრები, რომელიც ასე ვთქვათ ინდივიდუალისტებით არის ხო, გარშემორტყმული. ეს რაღაც სწრაფი გათამაშებები პრობლემას უქმნით რა, თქოს ტენიან ბოდიში ამ სიტყვასთან აზარს, ან შორიდან არტყმევინებენ 9 გოლანს, ან რაღაც ჩაწოდებას უკეთებენ ლუკაკუს, შემდეგ შემოყავთ ორიჯი და ეს არის ფანტაზია მთელი ამ ბელგიის ნაკრების, რომელიც ჩემი პირადი აზრით ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა, კარგი მწვრთნელი რო ყოლოდა და არა ვილმოცი. სტურაროზე მეტად მანდრაგორასი მეიმედება მე პირადადო. სტურარო და მანდრაგორას შედარება მაინც ალბათ ცოტა რთული არის. მანდრაგორა უშუალოდ გამოკვეთილი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია და თამაშობს სველების წინ, არის ეგრეთ წოდებული რეჯისტა, ძალიან კარგი პრესა და ძალიან დიდი მედემს ამყარებენ მასზე და მე პირადად ასევე იმედიანად ვარ განწყობილი, უყურე მის თამაშებს ხოთაშორის პესკარას შემადგენლობაში 2-3 ბევრს არა, მაგრამ ძალიან კარგი შტაბი-ჩილება ჩამომიყალიბდა და აქვს ამბის პოტენციალი გაზდის.
და მესიამონა ის ფაქტი, რომ ალეგრი აპირებს მის შენარჩუნებას მინიმუმ საზაფხულო შეკრებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ჩემპიონების გვერდით ყოფნა, მით უმეტეს პიანიჩი იქნება მაშინ და ნახოთ აბა როგორ გამოიჩენს თავს, არ არის გამორიცხული, რომ დატოვონ კიდევაც, ხო? ძალიან დიდი ბრძოლა იქნება ზოგადად სეზონის აი ამ ეტაპზეც თუ ვინ მოირგებს საბოლოო ჯამში მაისურს, რომელიც ექნება მთელი სეზონის განმავლობაში და ნახოთ მე გამიხარდება იტალიელი კიდევ ერთი, რომელიც კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს იუვენტუსის რიგებში. ბერო იუვეს ულოცავ რუბინიოს წასვლასო, ასევე ულოცავ პადოინი წავიდა, მანამდე პადოინზეც უნდა წასვლა. საუბრობთ შეიძლება ჰერნანეშმაც მალე დაგტოვოს, ბაიერი ეპაჟეჟება მას, ლევერკუზენის 6 მილიონსაც ჩამოდის და არ არის გამორიცხული. მალე წავიდეს კიდევ რუბინიოს გარდა ვინ წავიდა? ხორხე მარტინესი წავიდა, ხორხიტო დაგვტოვა ესე, ისე რომ არც დაგვემშვიდობა, ვინოვოზეც არ უნახავთ, ესე გაიხურა კარი და წავიდა ისე რომ მადლობაც არ უთქვას და საწყენია რა თქმა უნდა ხორხიტოსგან ეს. იტალიას ორიანი მიდევსო და არ გამაგიჟოთო. წარმატებებს უსურვებს შენ ბილეთს. იმ დღეს სტატიაში ეწერა რომ რამოდენიმე დანაკლისი გერმანიასთან ზუსტად ხომ არ იცი ვიზია საუბარი რომ დააკრება იტალიის ნაკრებსო. იტალიის ნაკრებს ამ ეტაპზე აკრება ანტონიო კანდრევა და დანიელო დე როსი სამწუხაროდ. იტალია იგებსო სადაც ეგ ცხენია ბელგია იქით რჩებაო ხვალ წარმატებები იმედია გახვალთ ელი გულით კომაგობთო მადლობა ლექსუშ. იტალია იგებს ისე რომ გოლსაც არ გაუშვებს აგერ ნახოთ ფორცა იუვეო ნეტაო აი და თუნდაც უბიძე იყო კარგი ოკეი შემდეგი ასე ვთქვათ სონი გაკეთდა. პორტუგალიამ წელს ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგოს და არც ერთ თამაში რო არ იქნება მოგებული ახალი კატენაჩოს ერას იწყებს პორტუგალიაო. ხო, რაღაცნაირად კატენაჩო არ არის, მე მგონი ძალიან ანტიფეხბურთი. აი პორტუგალიაში საბერნეტის ნაკრებმა ითამაშა რაღაც ეგეთ ფეხბურთს თამაშობენ, ოღონდ ესენი იმათგან განსხვავებით გოლსაც ვერ იტანენ თამაში, ისინი გოლს მაინც იტანენ შეხვედრაში. არ მაქვს საბერნეტო რომელიმე შეხვედრა მოიგო, მაშინ ეს არაძირითად დროში? არა ხო, მე მგონი 11 მეტრიანი სერიამდეც არ მიუყვანია. ერთ გოლს გაიტანდა რაღაც სტანდარტულიდან ამათ ესეც არ გამომზდით ნორმალურად და ნუ არ ვიცი. კონტე რომ ვიყო რეჯისტაზე აუწევდი ბონუჩის და დაცვის ცენტრში ჩავსვავდი ოგონა საჰაეროთა ბრძოლებზე მაღალი ტიპი დავრჩება, თუმცა კონტეს მე რა ვურჩიო თვითონ უკეთესის ყველაფერიო. იცით რა არის ბონუჩიზე ძალიან ბევრი საუბარი იყო რომ ხوار ჯობდა ესე ჟურნალისტების თემატიკიდან ბევრი შოუ იყო ხო იტალიაში უყვართ ამ ყველაფრის განხილვა ხოლმე მაქსიმალურად დეტალურად. ბონუჩიზე იყო საუბარი რომ აუწიოთო, მაგრამ იმდენად სინქრონული არის ეხა იტალიის დაცვა, რამდენად ღირს ასეთ თამაში გარისკვა და ფეხბურთელის მოწყვეტა, რომელიც თვალდახუჭული უგებს ბარძალის და კიელინის. აი საერთო აქ ჩემი აზრით რთულია რომ გარისკოს, კონტემის გარისკვა არის და რომ შეცნობა დაუშვას, დარწმუნებული ვარ იტალიაში ჩასვლა ძალიან პრობლემა შეექმნება მასზე, გადაულიან მთლიანად და ამიტომ არ მგონია ასეთ ექსპერიმენტზე რომ წავიდეს, მით უმეტეს არც ერთხელ არ უთამაშია ბონუჩის რეჯისტრაზე, არა და ჩვენ კი მიგვაჩნია რომ შეუძლია საკუთარი მონაცემებიდან გამომდინარე გეთანხმები კახა ამაში აბსოლუტურად. დავით გავხევთ ნემცებს იმედია კონტეს მერე ვინ მოდისო კონტეს მერე საუბარი არის რომ ჯამპიერო ვენტურა იქნება იტალიის ნაკრების თავკაცი კონტე გადაიხევს მთელ გერმანიას ფორცა იტალიაო ფორცა არც ერთი გუნდი ისე გულით არ მღერის იმს როგორც იტალიელები ეს იქნება ჩვენი კოზირი ეროვნული სულისკვეთება ყველაზე დიდი мотиваცია რაც შეიძლება არსებობდესო გეთახმები ამაში თუმცა ნუ მარტო ჰიმნი ხო არ არის მაგრამ ნუ თავიდან კარგი არის мотиваციისთვის რა თქმა უნდა რომ დაანახონ რისთვის არიან მოედანზე გამოსულები და რომ არაფერს დათმობენ იოლად ამაში გეთანხმები 2018-ში როგორ ფიქრობ ვინ მოიგებს ოღონ ობიექტს წარმოდგენა არ მოგვიგებს 2018-ზე ვერც ფიქრობ ხა იმდენად ნერვიულობ ხვალ და შეხვედრაზე ხვალ მინდა რომ მოვიგოთ ჩვენ და 2018-ზე მე ვნახოთ რა იქნება საერთოდ თუ ჩატარდება რუსეთში ეგეც საკითხავი არის ალბათ ჩატარდება კონტე მისწავლა ვის უნდა ითამაშოს ჩაკეტილი თამაში კი და ვის გახსნილი გერმანიასთან კაპიტანად არ უნდა ითამაშო მაგათ ფეხბურთს კლავს არ შეიძლება ამ ცეთის პირობებში გახსნილი თამაში დაუპირისპირო გერმანიას გონია რომ უფრო უკნიდან დაცვიდან ითამაშებენ ორი აზრი არ არის საკუთარ საჯარიმოსთან ალბათ 30 მეტრიან დიამეტრში განლაგდებიან ჩვენები თუმცა იცი რა არის ანუ დღევანდელი იტალიის ნაკრები ეს არის გუნდი რომელიც ძალიან კარგად ითვისებს ცენტრში და მეტოქისგან ცენტრში დაკარგულ ბურთს თქვენ არ ვიცი თუ უყურეთ მე ღამის 3-ის ნახევარზე გავაკეთე ის მიმოხილვა რომელიც
გადაცემის სახით იყო BBC-ზე გადიოდა გარი ლინეკერს მიყავ ძალიან კაი შოუ ევრო ანალიზი ქვია მასში მონაწილეობას იღებდნენ ტიერი ანრი, ვინსენტ კომპანი და ჯანლუკა ბიალი. Სუსტად აქ თქვა ანრიმ სხვათა შორისაც მესია მონა ფრანგისგან ეს სიტყვები ფეხბურთელი რომელიც ანუ როდესაც და მოიპოვებდა იტალიელი ბურს მას ჰქონდა განვითარების 4 საშუალება უკან თავდასხმაში მარჯვნივ და მარცხნივ ანუ მომენტალურად ეს ზემოდან იყო ძალიან კარგი კადრი მართლა ესე იყო ბურს რომ მოიპოვებდა ცენტრში რომელიმე პაროლო იყო დეროსი თუ სხვაზე ჯაკერინი მის გარშემო მომენტალურად ფეხბურთელები ისე გადაადგილდებოდნენ რომ ჯაკერინს არც არავინ არ უყურებდა უბრალოდ ყველამ იცოდა თავისი ზონის არეალი იცოდა რომ იმ ზონისკენ უნდა წასულიყვნენ იმიტომ რომ შეიძლებოდა ასე ვთქვათ გაეგზავნა ბურთი მისკენ რაღაცით ეს გავს ამერიკული ფეხბურთის პრინციპს როდესაც კვოტერბეკი არის ბურთთან და მის წინ ორი თავდასხმელი მიიწევს და არის კიდევ რამოდენიმე ვარიანტი თამაშის გასაგრძელებლად და ეს პრინციპი კონტენტ ძალიან კარგად გამოიყენა ფეხბურთში შვენივრად არის ტაქტიკურად მომზადებული და ფეხბურთელებმა იციან რა უნდა გააკეთონ ბრავო ამის გამო და ეს მიმაჩნია ზუსტად ჩვენს პლუსად ამ შეხვედრაში და კიდევ რაც ყველაზე მთავარი არის გერმანიას უყვარს ზოგადად მაღლააწეული პრესინგის თამაში ბუატენგიც კი მათ ნახევარზე დგას ხოლმე მეტოქის ნახევარზე არის ხოლმე რომ დაეხმაროს პარტნიორის ბურთის სწრაფად ართმევაში აი ეს ჩვენი პლუსი არის ხოლმე ედერმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის თავისუფალი სივრცე მაქსიმალურად ზუსტი უნდა იყოს თავის დრიბლინგში და რაც თავარია ესპანეთთან რო შეცდომა დაუშვა რომ გოლი ვერ გაიტანა 1-1-ზე ეს აღარ უნდა მოხდეს პირიქით უნდა გამოიყენოს საკუთარი შანსი რაც შეიძლება მაქსიმალურად კარგად გადამწყვეტი იქნება ნებისმიერი ცირე მომენტიც იმიტომ რომ იტალიამ რო წაიყვანოს თამაში გერმანიას ძალიან გაუჭირდება ეს იქნება ფსიქოლოგიური ტრავმა იმიტომ რომ შენ ეთამაშებ გუნდს რომელიც შენ არ მოგიგია ოფიციალური თამაში ამხანაგური არ ითვლება და მე ძალიან კარგ სტატიას გადავაწყდი ჩვენთან დღეს შემოგთავაზებთ ცოტა ხანში სრულ მიმოხილვას ამ მატჩისა და გაიხსენებთ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენებმა რა შეცდომა დაუშვეს მე დარწმუნებული ვარ კონტე გადახედავდა ამ თამაშს კიდევ ერთხელ ფეხბურთელებთან ერთად ზუსტად ეტყოდა რა უნდა გაეკეთებინა და ალბათ დარწმუნებული ვარ თამაშის დროსაც რაღაცას დაუმალავდა გერმანელებს და ბოლომდე ისე არ ეთამაშებოდა 2002 წელი და სამხრეთ კორეა გახსოვთ როგორ მიაჩოჩებდნენ ეგ ხო გასაგებია ბუძემ ბიც ნემცამო ბუძემ მაგწელს იტალია და ესპანეთი მაგრად დაჩაგრესო გეთანხმები საჯებო ხო 1-0 წავიყვან და მე შეიძლება გრაციანომ ბოლო წუთზე მეორეც შეუთამაშოსო იმედია რონალდო კიდევ მიიყვანო ვულკანიზაციაში რაზვალი აქვს ტიპს გაჩენილ გუშინ და შეხვედრაში სიმართლე გითხრა ტიპმა შეხედა ბურთს სად მოდიოდა სად დავარდებოდა და როგორ ვერ გაიტანა მან ნამდვილად გამიკვირდა შეიძლება გადაღლილიც არის ვინც ის თან მესი თუ დააკვირდით თუ მოусმინეთ სტადიონი როდესაც იგი ბურთს იღებდა მესის ყვირო და გამწარებული დარწმუნებული ვარ რონალდო ზუსტად ის ფეხბურთელია რომელსაც შეიძლება ფსიქოლოგიური წნეხი რო განახორციელო რაღაც კუთხით არა დავით კონტი არ წავა თავქუთმოგლეჯის შეტევაში გეთახმები რა თქმა უნდა ეს არც მithქვია აბსოლუტურად მართალი ხარ შედარების თემა წამოწევ მაგრამ კონტეს არ შეუძლია შეუტიოს 20 საფრთხეს ხედავს მით უმეტეს უდიდეს საფრთხესო აი ერთი განსხვავება მაქსისგანო ხო ნუ ალეგრი უფრო რისკზე წამსვლელი არის ანუ პოკერში უფრო აი პოკერის მოთამაშეები რო ავიღოთ კონტე შეიძლება უფრო ტონალური არის ხო რაღაც ელოდება მომენტს რა და აი ალეგრი უფრო ისეთი აგრესიული ტიპის მოთამაშე არის რომელიც ბიც რო აკეთებს რა და სულ რაღაც საორმაგებს საკუთარ ფსონებს თუმცა ნახოთ მე მაინც ესპანეთთან ნახე კონტე რომელმაც იცის გააზრებული შეტევა შეიძლება არა თავქუდ მოგლეჯილი მაგრამ იცის გააზრებული და ჩემისაც გერმანიასთან არათუ ეგეთი ფეხბურთი კი არა ზუსტად აი სწორი შეტევით უნდა ვითამაშოთ აბსოლუტურად გეთანხმები ყველაზე ცუდად ჩემი აზრით პორტუგალია თამაშობს ყველაზე ანტიფეხბურთს ასაც უყურებ რონალდოს გარეშე 0-ია და ალბათ რონალდო ძალიან ინერტული მეჩვენება პორტუგალიელთა რიგებში ყველა ანტიფეხბურთს ასაც უყურებ რომ ოკეი მთელი გუნდი რა ძალიან ცუდია როცა ერთ ფეხბურთელს უჭირავს მთელი ძალა მთელ ნაკრებშიო ჩემი აზრით უჭირავს ალბათ ფსიქოლოგიური მომენტით იმდენად არის გუნდი მიმული მასზე
დამოკიდებული მის ხასიათზე რომ რაღაც არ გაბრაზდეს და ბურთი მიაწოდონ რომ ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ნეგატიურად მოქმედებს პორტუგალიელებზე. ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა შეიძლება ვცდები კიდევაც და სულ სხვა პრობლემა აქვს პორტუგალიას იქ. იტალია გერმანია სამი მოგება 8-1 წაგება ბურთები 19-9-ზე თუმცა ეს ოფიციალური მატჩების სტატისტიკა არის ვახტანგ ის თუ შეიძლება დავაზუსტოთ ოკეი აბსოლუტურად ხო ეს გასაგები იტალია ამ თამაშს დაწყებამდე ჰიმნის დროს მოიგებსო ძალიან ემოციურად რომ იმღერებენ 2-0-ზე არ არის თუ მოიგებს ალბათ 1-0-სო გერმანიას ეს გიგის პროგნოზი იყო გერმანიას თუ გავხსნით ევროპას ვიგებთო შაკო გეთახმები ალეგრის და კონტეს შედარებით უფრო რისკიანი და დაცვის მსვლელობის დროს ტემპის მომატებაო უბრალოდ აი ეს მომენტიც არის ვინ ყავს იტალიას რომელიც მოუმატებს ტემპს ანუ პრინციპში საბედნიეროდ ყავს ესეთ ფეხბურთელები ხო აი ყავს ელშარავი რომელსაც ფალანგზე შეუძლია კარგად თამაში ან კონტეს სქემაში ფალანგზე თამაშობს მარცხენაზე ну იქ არის ისინი რომელსაც შეუძლია მოკლე გადაცემებით ფონს გასვლა და კარგი შორეული დარტყმა აქვს და რაღაც სპრინტი აქვს საწყისი უკვე საჯარიმოს მისადგომებთან სხვა მხრივ პრობლემატური რა თქმა უნდა არის ანუ ისე ძირეულად რო ვერ შეცვლიან ნახევარდაცვაში ვარ ყავს ფიგურა ფანტაზისტა რომელიც შეცვლის მიმდინარეობას თამაში ეს არის პრობლემა როგორ ფიქრობ დავით სტურარ რო გაკაჩავსო ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაკაჩავს გადაცემის დაწყების წინას ვთქვი ცოტა მერეც რომ მინიმუმ ისე თამაში თამაშებს რაც ითამაშა რეალთან შარშან კონტრაზე ბეილი შეუსრულებს ბელგიასო, ოკეი 1-0 გიზომა, ესეთი პროგნოზი გააკეთა. ბელგიას მართლა პრობლემები აქვს დაცვაშიო. რა კუთხით, პრინციპში ახლა ვინსენტ კომპანი რო არ ყავს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი უდაოდ, ნამდვილად პრობლემები მხრივ ბელგიას აქვს. კი რაც არ უნდა მაგარი დაცვა ყავდეს, როცა შენ გუნდში არის კომპანი და ის გაკლია უკვე დიდი პრობლემა არის, აი ნამდვილად თვითახმები ხორხეს წასვლა მაგრად გამიტყო, ხორხიტო ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება. იუვე ჩიჩარიტოს ან სანჩეს დაიმატებსო წავიკითხე, სანჩეს კი მაგრია, მაგრამ ეს ჩიჩარიტო რა გვინდა. ოკეი, პრინციპში უკვე გადავედით დასასრულისკენ, ამიტომ ბოლო 5 წუთი დაუთმოთ იუვენტუს. სანჩესთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ასეთი, არსენალი არ აპირებს მის გაშვებას და გაუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლონდონელები გაიფორმებენ ლაკაზეტს ლიონიდან. ჯერჯერობით ლიონი მაინდა-მაინც დიდ სურვილს არ გამოთქვამს, იმიტომ რომ სულ ახლახანს გაყიდა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, თავისი წამყვანი ფეხბურთელი ცენტრალური მცველი იუმიტიტი ბარსელონაში გააგრძელებს კარიერას. ხოლო ეს სწრაფად ლაკაზეტის გაკეთვა ნამდვილად არ უნდა. შეიძლება სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე ცოტა ცდილობს რომ ჟან-მიშელ ოლა, რომელიც არის პრეზიდენტი ფრანგული კლუბის რაღაც აწიოს ეს თანხა და მეტი გამოიმუშაოს საკუთარი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელზე. თუ ლაკაზეტი ვენგერმა შეიძინა, მაშინ სანჩესის შეძენის შანსი რეალური არის. თუმცა ჩემი აზრით თავდასხმელთან დაკავშირებით იუვენტუსი ან რაღაცას ელოდება, ან ჯერ არ გამოთქმულა ისეთი არ დასახელებულა ისეთი გვარი, რომელიც რეალურად მართლა მოვა ტურინში, ველოდებით ვინ იქნება ეს მისტერ X-ი და არის რა თქმა უნდა ვარიანტები არის სანჩესი, ნუ ბაჩუაი აღარ არის, ბაჩუაი ჩელსიმ შეიძინა მე რამდენიც მაქვს ინფორმაცია. ვარიანტი არის მალიგზე იყო საუბარი, მაგრამ თვითონ უარყვეს ტურინელებმა და ნახოთ აბა ვინ იქნება, ნუ რამდენიმე ვარიანტი სახელდება ჰიგუაინის გვარმა გაიშხერა, მაგრამ 70 მილიონს მეეჭება იმათოს რომ დათანხმდეს. და მე მაინც ყველაზე მეტად გონია რომ ტურინელები ალბარო მორატას ელოდებიან მის საბოლოო გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ფეხბურთელზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, მას შეიძლება მოითხოვოს ტრანსფერი, რადგანაც არ უნდა სათადარიგოთას კამს და ბენზემას შემსვლელად ყოფნა. ეს თავიდანვე ჩემი აზრით უკვე ცნობილი ფაქტი იყო და მორატას სწორედ რომ დაბრუნდა მადრიდში, ამაში სიახლე არ უნდა დახვედრო და მან იცოდა სადაც მიდიოდა და იცოდა ვისი კონკურენტი იქნებოდა და ვინ იქნებოდა მისი კონკურენტი. ამიტომ ნახოთ, შეიძლება მაროტა მართლა ელოდება მორატას გადაწყვეტილებას ელოდება იმ თემას, როდის მივა ალბარო პერესთან და იტყვის რომ მოდი რა, შენ იგზით, მე ჩემი იგზით და გამყიდეო. სატრანსფერო თანხა მორატასის სახელება 50-დან 60 მილიონამდე და პრინციპში ეს ის თანხა არის, რაც იუვენტუს შეუძლია რომ გადაიხადოს. გაიხსენეთ დომენიკო ბერარდის თანხა 25 მილიონი, რომელიც არ გადავიხადეთ. გაიხსენეთ თანხა, რომელიც მორატას სანაცვლოდ მოგცა რეალმა, ეს არის 30 მილიონი. ამიტომ სწორი ინვესტიცია იქნება მორატაში 55 მილიონი, იმიტომ ეს მაღალი დონის ფორვარდი, მაინც ასე თუ ისე ძალიან ძვირი ღირს ბაზარზე დღეისათვის. გერმანიას ვინ დააკრებაო? არ მაქვს სიმართლე გითხრა გერმანიის შემადგენლობაზე, ანუ არ გამიგია რომ ვინმე აკრია, პირიქით ძირითადად შემადგენლობა ყავთ, პრობლემა მე მგონი არ აქვს არანაირი.
პორტუგალიას მოუგო ორივე თამაშიო, კი, ორივე თამაში მოუგო პორტუგალიას, ეს მახსოვს, ჯგუფშიც მოუგო და ფინალშიც მოუგო, უბრალოდ მე ვერ ვიხსენებ 11 მეტრიანი თუ მოიგო საბერძნეთმა ის ჩემპიონატში რომელიმე. ხარისტიასი ანტიქრისტია პორტუგალიაშიო, საოცარი სეზონი დადო, თვე უფრო სეზონი არა, თვე იყო საოცარი ხარისტიასის. კარაგუნისი მახსოვს კიდევ, შორიდან რომ უბრახუნებდა ხოლმე. ფაიზაღი ვიგებთო ნემსების რემლების სულს რომ ბოლო მოკედონ ფორცა იტალიაო. ჩემისაც გერმანელები არასოდეს არ მოკედავენ ამ თემაში. ჩიჩარიტოს და მილიკის მიმართ ინტერესი ნაღდია თუ ჭორი არისო. ჩიჩარიტოს მიმართ იყო ინფორმაცია, ანუ ოფიციალურად გამოითხოვა იუვენტუსმა, თუმცა ლევერკუზენმა უარი განაცხადა მის გაყიდვაზე. მალიკთან დაკავშირებით თავად ტურინელებმა უარყვეს ეს საიზეც გამოახსენეთ ეს ინფორმაცია. თუმცა გუშინ სხვა შორის პარატიჩი იმყოფებოდა მილანში და რაც მოახერხე ასე თქვათ იტალიის გაზეთებში წაკითხვა, მე მგონი დეშილიოს თემაზე მიდის მოლაპარაკებები. ხარისტიასმა მაგ ევროპის მერე გოლი გაიტანაო, ცნაირად აღარ მახსენდება, ხვალე მიულერის ჩაცლებული თვალები მანახა რა მაგის მერე ბალაკი და მაგათი კომენტარები უნდა დაუფინო გერმანელებსო. ვერატი და მარკიზიო რო ყოლოდა ვაფშე ხეცები ვიქნებოდითო, ბატონი გაიოზას ადგილას შენ უნდა იჯდე რა. გაიხარეთ, მადლობა, არ მაქვს რა თქმა უნდა ადგილზე პრეტენზია, ყველამ უნდა ვაკეთო ჩვენი საქმე, ჩემის აზრით. ბოატენგი სასწაულად დახვეწილია ხუმელსი ამბობს ყველა, მაგრამ ბოატენგი არის გერმანიაში უძლიერესი მცველი, ბოა ბონუჩის პასები, არა ბოატენგი რა ორი აზრი არ არის, ძალიან მაღალი დონის მცველი არის და ის ცინიკური მიმართვა ხოლმე რაც მესის ეპიზოდზე იყო, საერთოდ ადგილვარი ნებისმიერ შეიძლებოდა ესეთი რამე რომ მოსვლოდა. უდაუჩედის საუკეთესო ხუთეულში მცველებისაში ბოატენგი, ვერატი და მარკიზ ხო ეს წავიკითხე, ალეგრი ფილოსოფოსია, კონტე უფრო ქუჩის ბიჭს გავს, რომელსაც არ აინტერესებს თუ ვინ ხარო. ხო, კონტეს ეს მომენტი აქვს, არავინ არ აინტერესებს ვინ გას მის წინ და მზად არის ნებისმიერ ბრძოლოს ბოლომდე შევარდეს დაჯგუფებაში და იყოს რაღაცა მარტო ეს ჰალკის პრინციპით და ალეგრი ესე სავარძელში რო ზის და აკვირდება მოვლენს Game of Thrones-ის სავარძელი ვარ ხო მეფეების რაღაც ისეთი ძალიან კარგად მორთული ხო რაღაც ესე რო ზის და ესე ჭადრაკისებულად ფიქრობს თითოეულ სვლაზე პატივს კი ვცემ იტალიას მაგრამ ყველა ტრადიცია დაასრულებადი არისო მაგაში გეთანხმები რომ ყველა ტრადიცია დაასრულებადია თუმცა მე იმედი მაქვს რომ ეს ტრადიცია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელება და დასრულდეს ერთი საუკუნის მერე არ მაქვს პრობლემა ამაზე ინსინიე მარა ეგ ბურთის ღორია მაგიტო არ ათამაშებს დიდხანს ეგეთები არ უყურს კონდესო მართალი ხარ სხვადასხვა წინა გადაცემაში ინსინიეს ამის გამო მეც ვაკრიტიკებდი გამომარჯოს ავითო გამარჯობა სოსო როგორ ახარ მორატე გაკაჩავს რეალშიო ნამდვილად არ ვიცი მორატა საერთოდ შეიძლება არც დარჩეს რეალში იყიდონ ეს ლაგაზეტი ეგეცოდია მაგუნჩი უკვე ჩვენ ცოდო ვართ უკვე მართლაშვილიშვილი სანჩეს ვერ მოაბეს თავიო დავით სანჩეს გირჩენია კავანი თუ ლაკაზეტიო ლაკაზეტი ნამდვილად არ მიჩენია მიმაჩნია რომ სუსტი გუნდების ფორვარდი არის და ძლიერ განამწყვეტ მომენტებში ლაკაზეტი ვერ გამოკვადგება ეს საფრანგეთშიც არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი სტატისტიკას რო გადახედოთ მისაც თავადაც მიხვდებით რაც შეეხება სანჩესი კავანის მე რადგანაც უფრო კავანის მიმართ გადავწონი ჩემს არჩევანს ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი მის ფიზიკური გაბარიტებიდან გამომდინარე და საერთოდ ელ მატადორი ნამდვილად ელ მატადორია და PSG-ში როგორ თამაშობს ეს ჩემი გადმოსახედიდან არც არაფერს არ ნიშნავს მაგრამ საკუთარ კარიერას თვითონ იღუპავს ეს ბიჭი და თუ არ დაიღუპა უკვე ბენატია ჩვენია ხო ბოლო ინფორმაცია რაც დარჯამ გამოაქვეყნა ჩვენ საიტზე დიახ ხვდები რომ ძალიან კარგად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მან ერთი პუნქტი იყო ბაიერნს სურდა რომ გამოსასყიდი თანხა აუცილებლად გადაეხადა იუვენტუს სეზონის ბოლოს იუვენტუსი ამაზე საკუთარი ასე ვთქვათ გამოცდილებიდან არ სურდა ასეთი რამ იმიტომ რომ შეიძლება ძირითადად შემოქმედის ფიგურა არც იყოს და არ სურდა ფეხბურთელის გაფორმება, რომელსაც წლიური ანაზღაურება 3 მილიონი უნდა და ერთი სეზონი შეეხედა. მაგრამ როგორც ჩანს, მორიგდნენ ამაზე 15-დან 18 მილიონამდე იქნება გამოსასყიდი თანხა და ალბათ იუვენტუს აწყობს, იმიტომ რომ ბარძალი უკვე ასაკში არის და ბენატია ცუდი მცველი ნამდვილად არ არის, რომელშიც ძალიან კარგ სეზონს ატარებდა. ოკეი, სანჩესზე ახალი არაფერი არისო, სანჩესზე სამწუხარო ჯეჯერობით არაფერი არ არის, ის არის რომ არსენალი არაპირებს მის გაშვებას, იქამდე სანამ არ გაიფორმებს ლაკაზეტს, რომელსაც რა თქმა უნდა ლიონი ესე მარტივად არ დათმობს.
გერმანულ დიდი ხანი ესე არ მისწავლია და აი ნათლმაშ ხან შლახენ ესე წავიკითხე გერმანული ხა ჟესუს აგენი ჩამოდიოდა მგონი მილანში ჭორები იყო კი ჟესუსთან დაკავშირებით ანუ აქტიურ მოლაპარაკებებს მართავთ ეს არის ფეხბურთელი მით უმეტეს დღეს ნეიმარი ბარსელონას გაუხანგძლива კონტრაქტი 5 წლიანი ხელშეკრულება დაუდო ფანტასტიკური კონტრაქტი არის პირველ სეზონში ვინმეს რომ მოუნდეს ნეიმარის შეძენა მან არც მეტი არც ნაკლები 200 მილიონი უნდა გადაიხადოს მეორე სეზონში 222 მილიონი და მესამე სეზონში 250 მილიონი უკვე ფანტა ასტრონომიული თანხები არის და რა თქმა უნდა პირადი ანაზღაურებაც მნიშვნელოვნად მოიმატებდა ბრაზილიელი ფეხბურთელის და ჩვენთვის რატომ იყო ეს საინტერესო იმიტომ იყო რომ ალტერნატიულ გზებად ბარსელონა თუ ნეიმარს გაუშვებდა PSG-ში იყვნენ იბალა და ჟეზუსი ერთი იუვენტუსის ფეხბურთელი ამჟამინდელი და მეორე პოტენციური ივენტინო. ნუ იბალას არ უშვებდა იუვენტუსი, ამიტომ მთელი ძალა და ფინანსები წავიდოდა გაბრიელ ჟეზუსზე. და ჟეზუს ამ ეტაპზე რა თქმა უნდა არ იქნებოდა წინააღმდეგი ბარსელონაში თამაში და ბრაზილიას ბრასტელმა მოეწონას. ამაში პრინციპში განსაკუთრებით არაფერი არ არის მის თანამემამულები აქ თამაშობენ ნეიმარი აქ თამაშობს და იტალიაში სადაც ნუ მithumedes იუვენტუსში ატუნა ნატყულობდეს იუვენტუსში თამაშს ხო არანაირად არც ბრაზილიას თავი არ გამოუჩენა კი ალექსანდრო თამაშობს ნეტო ყავს ჰერნანეშია მაგრამ ხო ხტებით ახლა გასაგები ახალგაზრდა ბიჭი არის და მისთვის ნეიმარი ყველაფერი იქნებოდა ამის გამო არ გავაკრიტიკოთ ძალიან გემონებაა და უბრალოდ ეხა იუვენტუსი გახდა ძალიან კარგ პოზიციაში ინტერთან ერთად ინტერი და იუვენტუსი აქტიურობენ და მე მაინც გონია რომ იუვენტუს უფრო უკეთესი პროექტი აქვს და თუ ჟეზუს აქვს კარგი ინტელექტი უნდა დაფიქრდეს ამაზე და აირჩიოს ზუსტად იუვენტუსი პოგბაზე რა ხდებაო პოგბასთან დაკავშირებით მამამისმა გააკეთა ესეთი განცხადება რომ იცით რა რეალი მე დამიკავშირდაო და ჩემ ოჯახს ოქროს კოშკების შესწავლაზე და ჩემ ბიჭ კიდე რაღაც ღალატული ხელფასიო და გვინდა რომ პოგბა მითამაშოს საუკეთესო ლიგაშიო რა იგულისხმება საუკეთესო ლიგაში არ ვიცი მაგრამ ისიც დაამატა რომ ახლა ელკანი გასაგები არისო პერესი გასაგები არისო ბართომეუ გასაგები არისო და ნუ ყველაფერიო და ჩემი ბიჭი იღებსო გადაწყვეტილებებსო და ჩემი ბიჭის ენით ნუ რავინ საუბრობსო რა და ნახოთ რაღაცნაირად არ მომეწონა მე მამამისის ასე ვთქვათ განცხადება და იმედი მაქვს პოგბა ბევრად უფრო დაფიქრებული იქნება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. დეშილიო ხომ არ მოგინდათო, დეშილიო მოგვინდა, კარგი ფეხბურთელია რა საუბარი და მიყავთ კიდევაც მოლაპარაკებები აქტიურად ტურინელებს მასზე. რას რო ამბობ ბრაზილიას თავი არ გამოუჩენია რუბინიო მე ვაპატიე მართალი ხარ. აი ეს ასე ალვაფასებ ლეგენდებს აი წესით ახლა მე უნდა დავუტოვო Forza UG-ის პოსტი ასე 7 წლიანი მუშაობის შემდეგ უკვე უნდა გადავაბარო სხვას საბა მართალი არის საბაც ერთოდეს ვეთანხმები აი ესე დამოვიწყდა მე რუბინიოს იმედი მაქვს რუბინიო მაპატიებს და მზად ვარ რუბინიო თუ გისმენ ახლა დიდი მადლობა ყველაფრისთვის და მე მზად ვარ დაგითმა Forza UG-ის პოსტი მოდი შტაგ და აცი შენ გაუწვენი ხოლმე ამ გადაცემას საერთოდ საიტს შენ ეს დაიმსახურე საკუთარი ასე ვთქვათ კარგი თამაშით, საკუთარი შოუმის მოყვარულობით და აქ უნდა იჯდეს შენაირი ივენტინო. აი ესე. რუბინიოს მეტი ტიტული აქვს მოგებული ვიდრე ტოტის. ტოტი არა და ძალიან მომეწონა ტოტის განცხადება, როდესაც ბალაკს გამოეხმაურა და სხვა გერმანელებს. არასოდეს დამოუწყდება ცრემლი მაგათ სახეზეო და იმედი მაქვს მომავალშიც როდესაც დაუცმოთ ელშარავის კითხვასო ისიც იგივეს გეტყვით იმ ფეხბურთელზე რომლის ნამდვილად ნათამაშები ექნებაო გერმანია იგულისხმა წარსულშიც და მომავალშიც და ეჩქარებოდა თორე დარწმუნებული ვარ კიდე გააგრძელებდა საინტერესო კომენტარების გაკეთებას აქ ყველა იტალიის გულშემატკივარი ხართო სავარაუდოდ ალბათ უმეტესობა გრაფის ცოდვა დაგტანჯავსო გრაფიც ალკე ისტორია. ტოტის ეგეთები არ ეშლება, ტიტულებს ვერ იგებს კაცი და ლაპარაკს მაინც ხვეტავსო გეთანხმებით. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ხართ ფანტასტიკურები, Forza UG non-stop რეჟიმში მუშაობს, არ გძინავს, გვიძავს, ყავაზე ვართ, ენერგეტიკულზე ვართ, ევროპის ჩემპიონატსაც აქტიურად ვცდილობთ რომ გავაშუქოთ ივენტუნეობის მონაწილეობით და საერთოდ ეხა იტალიის ნაკრებზე არის მთელი ეს ნერვიულობა, ემოცია და კონცენტრაცია და რა თქმა უნდა არაფრიზიდებით არ ვივიწყებთ იუვენტუს, რომელიც ძალიან აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე პირველი წამიდან და ასე იქნება ალბათ დასრულებამდეც ცდილობენ ტურინელები რაც შეიძლება გაძლიერდნენ, იმიტომ რომ წინ ჩემპიონთა ლიგა არის და ამისთვის რა თქმა უნდა გჭირდება ძლიერი
როგორც ძირითადი შემადგენლობა, ასევე სათადარიგო და სკამიტრო სეზონი ძალიან გრძელი არის. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს ნაკრების კუთხით. ხვალ უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენ ერთმანეთს ხვალ რამოდენიმეჯერ ალბათ შევხვდებით, მე შევეცდები ლაივ რეჟიმში ჩავერთო ხოლმე და ეს ემოცია რაც იქნება, გაგიზიაროთ თქვენც, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო საშუალება გულშემატკივრებთან კონტაქტის. ოკეი, Forza Azzurri, Forza Juve და Forza UEG არსად არ მიდის პრინციპში იქნება აქ ზუსტად აგზევს თელიღამე მუშაობას და ნახავთ რა სატრანსფერო სიახლეები იქნება ჩვენს თავს და ნახავთ როგორი იქნება საერთოდ აძურის სავარაუდო შემადგენლობა, რომელსაც რა თქმა უნდა გამოაქვეყნებდნენ უკვე იტალიური გამომცემლობები. აბა დროებით, შვიდობიანი ღამე და წარმატებები ხვალ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს დროებით.